Yeah, but this one aber. Ladies and gentlemen, we are live from Tbilisi Sports Palace Arena, where Integra Fighting Championship presents you International MMA Tournament IFC Tbilisi, Georgia. And now for attention, 3 rounds in the IFC Pro MMA welterweight contest. Please welcome to the rage from Iran, Martin Mad Dog Safari. მოგეცემათ რომ გრძელდება ივენთი და ნამდვილი ქიში და შეშლილი შემიძლია ასეც უწოდო მარტინ საფარის, რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული ირანელი მებრძოლი. Now, welcome to the red corner of the rage from Georgia, Becca Tamliani. Becca Tamliani, მეათე ბრძოლა კარიერაში Warriors-ის მესამე მებრძოლი IFC 18-ის ქარtზე. აი ასეთი მაგარი დაპირისპირება გველოდება Tamliani, რომელიც გამორჩეულია თავისი სტილით და ასევე Martin Safari, როგორც გითხარით, ნამდვილი შეშლილი მებრძოლი. ახლა თქვათ თუ ვინ არიან ჩვენი სპონსორები, გენერალური სპონსორი გახლავთ კომპანია ლიდერბეტი, სპონსორი არის ენერგო ინვესტი, ასევე გრანდ გრუპი, სპონსორი არის სასტუმრო პიანო ყვარელი, ასევე სპონსორია მეღვინეობა ბედიანი, სპონსორი არის ასევე ისლამ ტრეველი, ტურისტული კომპანია, სპონსორი არის ასევე გეზრული, პარტნიორი კომპანია გახლავთ საქართველოს კუდოს ფედერაცია და პარტნიორი კომპანია არის ასევე Food Management Group-ი, კიდევ ერთი პარტნიორი კომპანია კი გახლავთ All Print-ი. ახლა კიდევ ერთი დიდი მადლობა დავით ხახუტაშვილს, რომელმაც ძალიან დიდი დახმარება გაუწია Integra Fighting Championship-ის ქართულ ასე რომ ვთქვათ გუნდს, რომელმაც ითავა აი ამ ყველაფრის ამ ტურნირის ჩატარება. IFC Georgia მართლაც საოცარი ივენთი შემოვიდა. ალბათ მოგწონთ გადაღების ხარისხიც, მოკლედ ხარისხი არასდროს არ დავარდება და მაქსიმალურად ვეცდებით რომ ყველა ბრძოლა რომელიც იქნება ჩვენს ივენთებზე იყოს სასიამოვნო და ძალიან მაგარი სანახავი. ჩვენი მაქსიმუმი იქნება სწორედ ეს რომ ხალხს შევთავაზოთ ძალიან მაგარი ჭუბები. Martin Safari ყოველთვის ხიარული. Introducing to first fighting out of the blue corner. He's 20 years old, standing 180 centimeters tall, weighing 77.3 kilograms. His professional record, 3 victories and 2 defeats. Ladies and gentlemen, representing IRIC team, Javan Ruderan, here is Martin Mad Dog Safari. And his opponent, the Rage, fighting under the red corner. He's 23 years old. He stands 187 centimeters tall, weighing 77.3 kilograms. His professional record, 7 victories and 2 defeats. Ladies and gentlemen, representing Warriors Tbilisi MMA, Georgia, here is Becca Tamliani.
and your referee Judge Michael Wachter. ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ სანახაობა. ამ ბრძოლებისგან სხვას არაფერს არ ველოდები. მარტის საფარისთან მე თვითონ ვაკ ნაბრძოლი, კარგად გახსოვთ შენის. მეორე რაუნდის ბოლოს წარბი გამიხეთა კი და ძალიან მაგარი ბიჭია. ძალიან შეღავათ ბრძოლებს იწყებს ძალიან იცოდე რომ მართლა იბრძოლებს, დარწმუნებული ვარ მაგაზე. პირდაპირ გაშლა, შეიძლება დაარტყას გაუტარებს. იღიმის, იცინის ამ ბრძოლის კი, აი მებრძოლია რა, ხალისიანი კარგი ადამიანი სანახაობასაც აკეთებს. ბექა თამლიანი თავისუფლად ძალიან გამოცდილი და მერვე გამარჯვებისთვის იბრძვის ბექა. ბექას უთხარი შეინარჩუნა მეთქი სიმშვიდე და აუცილებლად 7-ად წარიგდა. საფარი ეგეთი აგაყოლებს. შეუძლია კი. აგიყოლიებს და გამოიწვევს. ზუსტად მაგას აკეთებდა ჩემთანაც. შესაბამისად ჩვენ გაუზიარეთ შენი გამოცდილება და მოდია თამლიანი ამას გამოიყენებს. ყაზახეთში იბრძოლა, მან ბოლო ბრძოლა საკმაოდ ძალიან მებრძოლთან, ძალიან კარგი ჭუბია ჩვენა საფარი. კარგი ჭუბია საფარი, ერთობა. ძლიერიც არა, თან ჩემთან როცა იჭუბა იყო 70 კილოში. მაშინ 70-ში ჩამოვიდა. ეხლა ჭუბობს 77-ში და ნახე როგორ მოძრაობს. ნახე როგორ მოძრაობს. ძალიან კარგია, მოქნილი დარტყმები აქვს. ბექა მეტი აქტიურობა. ხვალე რომ შევთავაზოთ 70 კილოში, აიღებ ბრძოლას, დაიკლებს წონას. კარგი დარტყმები, კარგი ჭუბია ნამდვილად. კი, მე ველოდებოდი და ველოდები მათგან კარგ ჭუბს. იქნება თუ არა Warriors-ის 3-0-ზე. კარგი დარტყმა იყო თამლიანის. ფეხით კარგად მუშაობს, ფაქტია. მარტინ საფარი რა კარგია, თამლიანი ნახოთ. გაგრძელება როგორი იქნება. აგება. საფარი. ნაბა. სტილოს ბექა მეტოქის აქცევას. ჯერჯერობით კონტროლს, აი ეს ფეხი კარგად გამოსდო. საფარი გამოიყენა. კიდე გამოიყენა კანატი. არ გადააყვანა თავი გურიში. კარგი დარტყმა იყო ყოჩაღ ბექას. ბექა გაზ და ესე უნდა იქდეს. აი უნდა იქდეს ბექა. გადაყვანა საკმაოდ რთულია საფარის. დაკონტროლება ხარჯავს ენერგიას, გება, აძლევს ყველაფერს რო ადგეს. და ხა იქიდანაც თვითონ სულ პოზიციაშია რა. იქიდანაც კი მუშაობს. ყველა პოზიციიდან უნდა რომ იმუშაოს, ზიანი მოგაყენოს. კარგია რომ ერთი მხრივ ამ ჩვენ ორგანიზაციაში და IFC-ში არ არის დიდაყვების დარტყმა ამოღებული, რადგან სპორტსმენებმა არ მიიღონ ცუდი, ესე რომ ვთქვათ, ტრამვები, შრამები არ დასახიჭრდნენ და საფარი ამის ექსპერტია, ვთქვათ, ვაკო, როცა უთხარით რომ ჩვენ ორგანიზაციაში დიდაყვები არ არის, გამოყენება, გაბარაზდება, არის სიამოვნა. აი ეს სპორტის სასახლე და ისაც ყოველთვის აქვს ამ დარბაზს. ამხნევებენ ბექა თამლიანს. უპირატესობა აქვს, მუხლი კარგი იყო. წყნარად 7-ად უნდა წაიყვანოს, არ უნდა იჩქაროს, ბექამ ბიყავს პირველი რაუნდი. არ არის სიჩქარე საჭირო. მე ესე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში მას კუთხეში უზის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მებრძოლი MMA სამყაროში, საქართველოში და ქართველი ვინც ყოლია. გიგა კუხალაშვილი. კარგი პოზიცია აქვს ახლა ბექას, თავარია გამოიყენოს. გაგუდვა სტილობს, მაგრამ საფარი მე მგონი კარგი პოზიციაში მოექცა უბრალოდ. არა, ესე მარტივად საფარი არ გაიგუდება, აი. ნახე შეცვალა ისე. შეცვალა კიდეც ბექა თამლიანმა. აი საფარი მოძრაობა საფარი. კარგი დარტყმები იყო. ეს ჭირდება ხალხს. გომში ჭუბი. გაიღალა საფარი. გაიღალა მაინც სამლიანმა აბარა. კარგი მუხლი. ხლები როგორ გაიცვალა და ბექას დაღლილი არ იჩქარო ბექა.
არ გამოგაცალოს ენერგია არის ჩქარო. პირველივე რაუნდში ცდილობს ყველაფრის ჩადებას და ეს რა მოხდა? ძალიან ცუდ ადგილას მოხდა ორივეს წონა ესე რომ ვთქვა, ძალიან ცუდ ადგილას მოხდა, ხდებოდა იმერჩიც ხდებოდა ეს ვიფასო მეგობრებო შეგახსენებთ ეს არის ემერტის ლიგი რომლის ლიცენზიაც მხოლოდ IFC-ს აქვს და 4 წამი მეორე რაუნდი მაინც იქნება. მეორე რაუნდი იქნება. კარგი პირველი რაუნდი, რომელიც მოიგო ბექა თამლიანმა, შეგვიძლია ასე ვთქვა. და ბრძოლა საკმაოდ კარგი ბრძოლაა, სანახაობრივი ბრძოლა და გაძაბული ბრძოლაა. ნამდვილად შეგვიძლია ამის თქმა. Hey, no water here, only here, okay? Seconds out. Seconds out. Come on, let's go. Seconds out, coach. Seconds out, please. Give me the towel. Come here. ნახოთ როგორი იქნება მეორე რაუნდი. Make him dry. კარგი პირველი რაუნდი ვნახეთ. საინტერესო. Come on, seconds out. I will have a point. You need to stand up. Come on. Seconds out. მეორე რაუნდიც. ეკა Turn თამლიანი around. მარტინ საფარის. Turn around. Round 2. აქ არ შემიძლია რა უღრიშო ჩვენი ოპერატორები, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ და როგორი ლამაზი კადრები გვაქვს ამ ყველაფრის. ნამდვილად იდეალური შეიძლება ითქვას. ნახოთ, წავიდა მეორე რაუნდი, ბექა თამლიანი კარგად მუშაობს. საფარი დაიღალა და შოუს გავს საფარი. დაიღალა, გამოიწლება ენერგია, კი, დაიღლა, მალე დაიღლა. ეთყობა სუნთქვაზეც. საჭირო ახლა ამხნევება. მაგრამ იშვიათად ირანელები, რომლებიც აი ესე ბოლომდე იხარჯებიან, იბრძვიან. ეს არის ერთ-ერთი კი გამორჩეული გუნდი ვაკო. არის კი. ეფრან ებრაჰიმის გუნდი, რომელიც ირანში ოჩა მეცდება თუ არა დამთავრებას ბექა თამლიანი ნახავთ. აქ რაღაცას ანიშნებდა ვიღაცას თქოს საფარი. სადაც ასვლა. კონტროლი უნდა გქონდეს ბექას, თუ მოუწევს 3 რაუნდი ჩხუბი ჩვენ მასთან ვისაუბრებთ და ამისთვისაც მზად არის. საზარდო შემოხდა. გაჩერდება. Hey, go here. Stop. You good? Keep it up, okay? Watch it a little bit. Ready? Fight! ნახოთ, გაგრძელდა მეორე რაუნდი. ძელდება, გავიდა. სად შევიდა აქ რა დაიწყო? ძალები მოიგება. აი ეს არის მე მგონი. როგორ გაიცვალა აქ ორი ოჩა ფეხები როგორ იცვლება თავში კორპუსში. მაგარი ჩხუბია და ბექა სჭირდება გამხნევება, გადახტება საფარი. იმიტომ რომ გადაიყვა და იცოდა საკმაოდ ჭკვიანია. როგორი ჭკვიანი და ეშმაკინე ბრძოლია რა. Watch your ბექა blow. კარგი დარტყმა იყო, უნდა გააგრძელოს ასე აქტიურად. ვისში როგორ მოუსმინეთ. რა დარტყმები იყო? ძელდება ეს სერია. საფარი საკმაოდ ძლიერი დარტყმები გაატარა. ბექამ უნდა მომატო. ძელდება თამლიანის დარტყმების სერია.
აბა ვნახოთ. გრძელდება. გიორგი კაბულაშვილი მოვიდა ჩვენთან და მოგვიკითხა კიდევ ერთხელ მოგეკითხა ჩვენგანაც. საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი GFC-ის პრეზიდენტი ასევე, რომელიც ძალიან ბევრ ამის აკეთებს ახალგაზრდა მომავალი თაობისთვის ამ სპორტის ასეთ დონეზე აყვანაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი კაბულაშვილს და წარმატება და ის აგრძელებს ამ სპორტის განვითარებას. აბა თამლიანი საფარი ყოვიძახი ვაკო როგორი არ შეიძლება ამასთან ყურადღების მოდუნება არც ერთი წუთი თითქოს მოგაჩვენებს თავს სახიობობა შეუძლია საკმარისზე კარგად მოგაჩვენებს თავს და უცბად შეიძლება ისეთი რაღაცა გააკეთოს აი გადავა ეხლა უკვე გავა უკან ნახე საჭს აინიშნა ხო დაინახე აი წაიჭირა ბექამ და უცბად მაშინვე გაძვრა. თამლიანს ეკუთვნის მეორე რაუნდიც მიაქვს. რა თქმა უნდა, ვაკო და როგორი საინტერესო ამ ბეიჯის გამოყენება ეშმაკურად. ბეკას რო იდაყვი არ შეიძლება. აქ შეიძლება უცბად გაახსენდა. და აი ეს რეაქციაც ისეთი იყო უცბად. საფარი ფოიფარა ეხლა საფრთხე ხელი და Go here. იწუცუნა. არა. Next time I have to take the point. You cannot do that, okay? შეიძლება იდაყვის გამოყენება. Take your time, you have my thing. Okay. Put it in. You sure? Next time is a minus, okay? Wait. Fight. ბეკას ხوار ჩამოაკლებს, ალბათ ჩამოაკლებენ, ხო? იდაყვის გამოყენება. არა მგონია პირველ აი გადახტება ხა. Let's go. Right. Let's go. თვითონ გამოტრიალა აქ. წავიდა ბეკა აქ ძალიან რთული იქნება დახშო. არა უშოს გამოიყენოს ეს ყველაფერი მეორე რაუნდი მიიყვანოს გამარჯვებამდე. ყველაზე მთავარი ახლა თამლიანისგან არის ეს. არ პოზიციაში მოექცა ამჯერად, აბა. აი აქ შეიძლება ცოტა დრო დარჩენილა. ეცინება და ეგ ეცინება ხო საფარის ეცინება კი არა მგონი არ ეცინება ვაკეში აქ უნდა ჩაკეტოს ბექამ ხელი და ისე მგონია შესაძლებელი იქნება დახშობა საფარის აი აქ ხელი უნდა ჩაკეტოს არა ესე არ გამოვა ეს ძალიან რთულია ეს დახშობა ძალიან რთულია თან მით უმეტეს ისეთი მებრძოლის როგორც მარტი საფარია აი აქედან შეიძლება უცბად ისე ადგეს რომ ვერა გააკეთა და ეხლა ნახე როგორ ეპარება ფეხებით. არა, კონტროლი მაქსიმალურად ბეკასგან ეს არის საჭირო. ძალიან ცოტა დრო დარჩა. Stop. სრულდება მეორე რაუნდი. მეორე ბრძოლა ეს სადაც 3 რაუნდს ვიხილავთ მოგიხსენებათ რომ ასევე ნარეკ ვარდანიანმა იჭყობა 3 რაუნდი ველოდებოდი სიმართლე რო გითხრათ გიორგი აფციაურს ხედავთ ქართველი მებრძოლი რომელიც იყო ბანერზე რომელიც იყო ბანერზე Thank you. Seconds out, mouthpiece in. Make him dry, coach. Make him dry. Seconds out. Seconds out. Okay, come on, coach. Seconds out. Mouthpiece in. Mouthpiece in. Mouthpiece in. And you out. You need to go out now, please. Seconds out, I don't want please. to take a point. Come on. Stay here. Stay here, coach. Stay. Your coach, come on, you need to go. Finishing Bacon Eyes, round 3.
Let's go. წავიდა მეორე რაუნდი, მესამე რაუნდი უკაცრავად. ნახოთ. თითქოს ცოტა დაღლილია საფარი. ხო, ნახავთ ახლა ყველაფერს. შეძლებს თუ არა. მაგრამ ბოლომდე იბრძვის. ნახავთ ძალები, აი, მოტოვებული აქვს, მაინც შენახული აქვს როგორი გაცვლები გააკეთა ეხლა თამლიანთან. აი მაგაზე მაქვს ვაკოლაპარაკე. ერთი წამით ყურადღება მოდუნება არ მესამე შეიძლება, რაუნდია გაჩვენებს რომ დაიღალა, მაგრამ უცბად ისეთ შეტევებს ახორციელებს რომ ეგრევე დაცვაზე გადადიხარ, ეგრევე. Watch your elbows, both of you. ავიდა. ერთხელ. იქნებ წარბი გაუხეთო. თამლიანს უხდა სისხლი მოსდის და იცდება ახლა იმ ხარეს მუშაობას, ამიტომ ბექამ მაქსიმალურად უნდა სწავლოს ჭიდაობა. ჭიდაობა. ოჩა იქნებ საფარიც როგორ შორიდან იქნებს უკებს. ჯებებითაც კარგად მუშაობს. აი ბრექლისტი. აი აქ იცდება. აი სატაცილო გადარჩა აქ მარტინ საფარი ცვირპირის დამპრევას გადარჩა სიდაფერ გეუნებით მარცხენა წარბი გახეთქილი აქვს. ძალები საფარისაც მარცხენა წარბი გახეთქილი აქვს. თამლიანი ამხლი იყო. აი გადააგდებინა თავი გადააგდებინა აქ სატრიალდება ტრიალდება აქ საფარი აქ რო იდაყები ყოფილიყო ძალიან საინტერესო რაღაცები მოხდებოდა აქ დაიღალა უკვე საფარი დაიღალა წავიდა და მე მგონი დაახჩოს თუ არა შიდა ბიჭებს ისე თავი ისე პოზიციის გამყარებაზე წავაბრძოლა ძალიან კარგი და საინტერესო დაპირისპირება გვაქვს მართლაც. ჯერჯერობით შეიძლება იმის თქმა, რომ გაამართლა ამ ჩხუბმა და ამ ბრძოლამ. აბა, წამოდგა თამლიანი. აიღო და აქ უკვე მე ვფიქრობ 2 წუთი საკმარისი დროა. რო დაახინიშნოს, ხო? კი, საკმარისი დროა, მაგრამ არა, ბიჭო, აშუება საფარი. ამოდგა და კი. ორივე ძალიან დაღლილია. არ ღირს ბექასგან გარისყვა ამის თქმა შემიძლია. თავში გაუჩა ფეხი. დაღლიზე და აქეთ გადაყავს თამლიანის. აქეთ შედის ფეხში და ცდილობს თამლიანი გადაიყენოს. მარტინ საფარი მოც არის წუთი დარჩენილი. ეს ნახევარი, გასავალ. მაგრამ ფეხა როგორი ყურადღებით მოეკიდა ამ ყველაფერს. ძალიან კარგია რომ ყურადღებით მოეკიდა აბუჩათ არა იგდო. იცოდა რომ აქ სპორტსმენს ხდებოდა. კი და სერიოზულად გახდება. საფარი აი ასიო ხედავთ. არა შანსი არ აქვს. არა. შეიძლება ისიც იყოს რომ მოქმედების გამო წამოაყენოს. ნახოთ. ძლდება. Watch your finger in his eye. უპირატესობა თამლიანს აკონტროლებს სიტუაციას და წესით მიამთავრებს კიდეც ალბათ ბრძოლას ძალიან წყნარად და ხშირად არ ღირს გარისკვა. Fight back. Come on, fight back. You need to get out. Fight back. Fight back.
10 წამი და ბექა თამლიანი საიუბილეო ორთაბრძოლაში მე-10 ჭხუბში მოიპოვებს მერვე გამარჯვებას. Your applause, Tbilisi! Super ჭხუბი გამოვიდა მარტინ საფარი. Give a second for the doctor. და Warriors-ი იგებს 3-დან 3 ბრძოლას. ბექა თამლიანი, ზურა ფირცხელიანი და არჩილ გოგოლაშვილი. სამივე მოახერხა გამარჯვების მოპოვება. წინვალე დაპირისპირება გამოვიდა. მიულოცოთ თამლიანს. Super ჭხუბი იყო და საბოლოოდ გამარჯვებული გახდა ქართველი მებრძოლი. Let them, doctor. Marco? Can he do this? Yeah? Okay. No need. Okay. We do this, and after you bring him to her, okay? After he brings to you, okay? Come here, we do it quickly. Come here, brother. Ladies and gentlemen, your applause for the Bulls Fighters! After the end of action, your winner by unanimous decision, Beka Tamlihani! ბექა თამლიანი, რა თქმა უნდა ბექა თამლიანი. ბექა თამლიანი არის ბრძოლის გამარჯვებული სამივე რაუნდის. რა თქმა უნდა მიულოცოთ გიგა კოხალაშვილის ბექა თამლიანს თბილისი Warriors-ის გამარჯვება. I liked it. Good fight.